ეს ამბავი ერთ ჩვეულებრივ ახალგაზრდა ქალს გადახდა, რომელიც ისევე როგორც ბევრი სხვა, მაინცსა და მაინც არც ნიჭიერებით გამოირჩეოდა და არც ბედიღბალით. სამაგიეროდ ჩვენი გმირი საკმაოდ ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდა. ჰყავდა ტრადიციების პატივისმცემელი დედა და მამა, რომლებმაც ერთადერთი ქალიშვილის აღზრდას შეალიეს მთელი ცხოვრება და შვილიც ცდილობდა ამაგი არ დაეკარგა მშობლებისათვის. არ თაკილობდა საქმეს და აი აქ მუშაობდა. არა, აქ არა. აი აქ. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავარია რომ ლუკმა პურის მოსაპოვებლად იგი ბევრს და ენერგიულად შრომობდა. რაშიც არც ისე კარგად უხდიდნენ. ეს ისე, სხვათა შორის. ასევე სხვათა შორის ერთ-ერთი ტრადიციული სამუშაო დღის ტრადიციულ სიტუაციაში მას საკმაოდ არატრადიციული წინადადება შესთავაზეს. ხო, დაბნეულობის თუ კიდევ სხვა რაღაცეების გამო ჩვენი ტრადიციულად აღზრდილი ქალბატონი არატრადიციულ წინადადებას დათანხმდა. და უფრო მეტიც, აღმოაჩინა რომ ამ ტიპის სამსახურში მას უფრო გულუხვად გადაუხადეს. შემდეგ ტრადიციულად აღზრდილ ქალბატონს შეეშინდა. ჯერ საკუთარი თავის, მერე მშობლების. თუმცა ბოლოს დამშვიდდა, იმ იმედით, რომ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. თვითონ კი იცხოვრებდა ამ საინტერესო ცხოვრებით. ცოტა ხნით, მერე რა? ერთი სიტყვით, ჩვენი ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი გმირი თავით გადაეშვა იქ, რასაც არატრადიციულ ენაზე მსუბუქ ყოფა ცხოვრებას უწოდებენ. ასე ჩუმად, მსუბუქად და არაერთფეროვნად გადიოდა დრო. სამაგიეროდ ჩვენი გმირის ტრადიციების მოყვარე მშობლები შეაფიქრიანა ერთფეროვნება და მათ გადაწყვიტეს ფერადოვნება შეეტანათ როგორც თავიანთ, ასევე შვილის ცხოვრებაშიც. ანუ შეერჩიათ მისთვის რესპექტაბელური საქმრო. საფუძვლიანი ფიქრის, ახლობელთა წრეში მოძიების, აწონ-დაწონვისა და გათვლის შემდეგ ტრადიციების მოყვარე დედმამამ შვილისათვის სამაგალითო საქმრო აღმოაჩინა. საკმაოდ პატივსაცემი ოჯახიდან. ჩვენი გმირი არ შეწინააღმდეგებია ტრადიციების მოყვარე მშობლებს. მას უკვე კარგახანია სურდა მსუბუქად გამოთხოვებოდა მსუბუქ ყოფა ცხოვრებას. ბოლოს და ბოლოს მასაც სურდა ქალური ბედნიერება. უკაცრავად? ხო, ქალური ბედნიერება. მოკლედ დაინიშნა გაცნობის დღე და ყველაფერი საგულდაგულოდ მომზადდა იმისათვის, რომ ახალგაზრდა ქალის ბედის აქამდე საგულდაგულოდ ჩარაზული კარი ბოლოს და ბოლოს გაღებულიყო. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. პატივსაცემი სასიძო, პატივსაცემი ოჯახიდან ჩვენი გმირის მუდმივი კლიენტი აღმოჩნდა. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი ტრადიციულ ოჯახში აღზრდილი ქალბატონი საკმაოდ არატრადიციული საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. სამწუხაროდ. ჭირმა მალაო და თავი ვერ დამალაო. დიახ, პატივცემულო საზოგადოებამ. ვერც საქართველოში დაიმალა ერთი მავნესენი სახელად პროსტიტუცია. რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ჩვენი ძირძველი მიწის ნიადაგში ამგვარმა მოვლენამ ღრმად გაიდგა ფესვები. ქართველთათვის არაორგანული საქმიანობის ლეგალიზაციაზე ტელეეკრანიდანაც კი თავისუფლად საუბრობენ. რატომ და რისთვის უნდა არსებობდეს ჩვენს ტერიტორიაზე საროსკიპოები? ამის გასარკვევად იმ ქალაქის მაცხოვრებლებს გავესაუბრეთ, სადაც ჩამოედინება მდინარე მტკვარი. მაინც იარსებებს არალეგალურად და ჯობია ისევ კანონით იყოს გაკონტროლებული. არ უნდა არსებობდეს. ვერ გეტყვით. ლეგალურად რატო არ უნდა არსებობდეს? ძალიან კარგი იქნება. სუფთა იქნება, რაც ავარია. აღრიცხვას გაივლის ყველა. 1000 უბედური არ იქნება ზარისკებოში. თუ თქვა ქალის პრობლემაა და რაღაცა ყველგან შეიძლება პოვნა. ხალხი არ არის ჯერ მზად ამისთვის. არ არსებობს ქართველი პროსტიტუტები? ვაი, ჩვენ რომ არსებობენ და არც საზოგადოება ცდილობს ერის სახის დაბრუნებას. ცირა მაგ თემაზე სხვას მიმართებ, მაგ პრობლემები ჯერ მე არ მაწუხებ. მაგრამ ჩვენ ერს გადაშენება არ უწერია, ვიდრე ერთი მამულიშვილი მაინც ფიქრობს ტრადიციულად.
ქართველი ქალის კლდება მოსილება მარტო ეყოფა ქართველ ქალს ჯერ ერთი. საქართველოს ისტორიულად ყოველთვის წმინდა წმინდა ქვეყანა იყო და მე წინააღმდეგი ვარ რომ არსებობდეს საროსკი. არა. იმიტომ რომ ქართველები ვართ. იმიტომ რომ ქართველები ვართ. იმიტომ რომ ქართველები ვართ. საქართველოში რომ სტატისტიკა არსებობდეს, არ იარსებებდა ხალხის ქუჩაში გამოკითხვის აუცილებლობა. ფიქრი ტყვის პირას. შენ ჩემი მზე ხარ ამომავალი მე გული მტკივა მომეცე წამალი მინდა ქვეყანაი გავაგებინო ლამაზო რომ შენი ეშხით მე ვარ დამწვარი მანდრას დაკეთე დედაკაცო დღეს ყველა ისე აკეთებს ფულს, როგორც შეუძლია. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა კანონით ამის უფლება. საქართველოში რომ ლეგალური საროსკიპოები არ არსებობს, ბევრს არაფერს ნიშნავს. უძველესი პროფესიის წარმომადგენლები უახლეს დროშიც არსებობენ. ზოგჯერ იატაკ ქვეშ და ზოგჯერ უფრო ზემოთ, პირდაპირ ქუჩაში. ყველა მათგანს საკუთარი კლიენტურა ჰყავს. რა თქმა უნდა, კლიენტის ფანტაზიისა და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. მამაჩემ ძალიან გოხდათ ის ყველაფერი. ყველაზე დაბალი დონის მეძავები დღეღამის ნებისმიერ დროს ქალაქის განსაზღვრულ ადგილებში მოღვაწეობენ და კომფორტზე მაინც და მაინც დიდ პრეტენზიას არ გამოთქვამენ. მართალია ამ კატეგორიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა კლიენტების ჯანმრთელობას ნაკლებად, მაგრამ ჯიბეს საგრძნობლად იცავს. გადასახადი სულ რაღაც 3-დან 25 ლარამდე მერყეობს. მეორე, ანუ საშუალო ფენის მეძავები ქუჩის ინტერიერს არანაირად არ ერწყმიან. მათი ნახვა არ გაუჭირდებათ ყველაზე თბილი თუ ცხელი ატმოსფეროს მოყვარულებს. შენ არიცი რა თბილია, თბილი კერა, თბილი ლოგინი. საჭიროა მხოლოდ საუნის ნომრის დაქირავება, საკუთარი მოთხოვნილებების ზუსტად აღწერის უნარი და კიდევ ერთი პატარა დეტალი. ჯიბეში 70-დან 150 ლარამდე თანხის ქონა. მეძავების ეს ფენა ხშირად ასე ვთქვათ, მამაშების მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობს. მესამე, ანუ უმაღლესი კატეგორია, გაცილებით კომფორტულ გარემოში ნებივრობს. ან პირადი ტელეფონით ეკონტაქტება კლიენტებს, რომელთა შემადგენლობაშიც შემთხვევით არავინ ხვდება. ანუ ისინი ძირითადად უცხოელები და ფინანსური თუ სოციალური მდგომარეობით გამორჩეული ქართველები არიან. მესამე კატეგორიის მეძავები არა მარტო ვიზუალურად, არამედ განათლებითაც გამოირჩევიან. მათი პროფესიონალიზმი მყარად ფასდება, მხოლოდ და მხოლოდ მყარვალუტაზე. მადლობთ. უძველესი პროფესიის ქართველ წარმომადგენლებს კანონი ნაკლებად აღელვებთ. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პროსტიტუციის შესახებ კანონი ჩვენს ქვეყანაში დახვეწის თუ დასახვეწ სტადიაშია. მანამდე ისინი და მათი კლიენტები საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწით არიან დაკავებულები. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა მტკივნეული, მაგრამ შეუქცევადი პროცესია. მსოფლიოს ხალხების საყოფაცხოვრებო დასკვნებიდან. იყო და არა იყო რა, იყო ერთი პროფესია. უძველესი პროფესია, რომელიც უძველეს დროში ისევე როგორც ყველგან საქართველოშიც არსებობდა. და ქართული მორალი? ყველაზე მორალურ სოფლებში თუ ქალაქებშიც იყო 1-2 ქალი. გზასაცდენილი ქალი, რომელიც მეძავის ფუნქციებს ასრულებდა. რა თქმა უნდა, არალეგალურად. პირველი ლეგალური ნაბიჯი ამ საქმიანობაში ქვეყნის პირველმა პირმა მეფე თეიმურაზ პირველმა გადადგა. მას საკუთარი ჰარამხანა ჰქონდა სასახლის კარზე. დაბალი და საშუალო ფენის ქართველებისთვის ლეგალური სამეძაო სახლები მოგვიანებით მე-18 საუკუნეში გახსნეს. მაშინდელი სამართალდამცავები გულმოდგინედ აღრიცხავდნენ თითოეულ მეძავს და მათ სპეციალურ წითელ ბარათებს ურიგებდნენ. მაშინდელ საროსკიპოებში სხვა ეროვნების ქალბატონების გარდა ბატონებისგან ან სხვა ცხოვრებისეული წვრილმანებისგან შეცდენილი ქართველი ქალების მრავლად იყვნენ. ეს ისთან რო აღარ არის. ისტორიამ ამ საქმიანობაში ახლად ფეხადგმული ქართველების ყოფაცხოვრების ერთადერთი ნივთი შემოგვინახა. ამ სარკმლიდან როსკიპები მე-18 საუკუნის საქართველოს უმზერდნენ. ფუნქცია შეიცვალა ამ ქუჩაზე მდებარე აი ამ სახლმაც, სადაც მე-19 საუკუნის ბოლოს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი და პრესტიჟული
საროსკიპო იყო განთავსებული. ბაბუების და ბებიების გადმოცემით, ღამღამობით ეს ქუჩა წითელი ლამპიონების შუქით და ქალაქის ყველაზე მაღალ ჩინოსანთა ეტლებით ივსებოდა. ძალიან ისტორიული სიუჟეტის დასასრული. მაშინ ჩვენ დროს ოპერის იმაში თეატრის დაბლა დარბაზი იყო და აზარტული თამაშიც იქ მიდიოდა ხოლმე და ეს ქალებიც იქ იკრიფებოდნენ. იყვნენ ესეთი ქალები და ისეთი თემზე დასათვლელები იყვნენ, რომ ჩადდნენ ისინი. მაგრამ ესეთი რაც ახლა ხდება, რომ ქუჩაში დგანან და ელოდებიან გამლელს, ვინ მისცემს 2 ლარს და ეს უკვე წარყოდა ქვეყნის. ეს გზა მაინც ქართველ ქალს არ უნდა ერჩინა. მე მგონი უნდა იყოს ბარდელები საქართველოში, იმიტომ რომ აუცილებელია იმ მასისთვის, რომლებსაც აქვს თქვა პრობლემა რაღაც მოთხოვნილებები, რომლებსაც ვერ აკმაყოფილებენ და არიან რაღაც მომენტში მაგალითად დაკომპლექსებული. – 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში პაოლო როსი ვერაფრით გახდებოდა საუკეთესო ბომბარდირი, თანამემამულე მეძავები რომ არ დახმარებოდნენ. როსი იმ დროს ხულიგნობის გამო ციხის საკანში იჯდებოდა და იქიდან მოუწევდა მშობლიური ნაკრების თამაშისთვის თვალყურის დევნება. მეძავებმა არ დაუშვეს, რომ საყვარელი ფეხბურთელი მინდორზე არ გასულიყო და გაორმაგებული მუშაობის შედეგად თავდებით გამოსაშვები თანხაში აგროვეს. გარდა ამისა, ფეხბურთელებს შეჰპირდნენ, რომ ჩემპიონობის შემთხვევაში მთელი წლის მანძილზე უფასოდ მოემსახურებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, იტალიელი მეძავები სპორტზე არანაკლებ პოლიტიკით ყოფილან დაინტერესებული. 1987 წელს იტალიის პარლამენტში ერთ-ერთი სკამი ცნობილმა და სკანდალურმა ჩიჩოლინამ დაისაკუთრა. უნგრული წარმოშობის ქალბატონმა ჯერ კიდევ ბავშვობაში 13 წლისამ გადაწყვიტა, რომ მისი პროფესია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა იქნებოდა, თანაც საკუთარი სხეულის ღირსებების ხაზგასმით. 5 წლის მანძილზე ჩიჩოლინა წარმატებით უთავსებდა პოლიტიკურ მოღვაწეობას პორნოვარსკვლავის იმიჯს. პარლამენტის ტრიბუნიდან აქტიურად მოითხოვდა სექსუალურ თავისუფლებას, ხოლო ამ თავისუფლების თვალსაჩინო მაგალითებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინოეკრანებიდან აშუქებდა სხვადასხვა ეროტიული ხასიათის ფილმებში. თქვენ ნახეთ რიგით მეორე უძველესი პროფესიის ადამიანთა ნაშრომი, რიგით პირველი უძველესი პროფესიის ადამიანთა შრომაზე. აბა